დემეტრემ ანაზდათ იგრძნო ზურგს უკან ვიღაც იდგა და იცდიდა. დაღლილი თვალებით ამაოდ ცდილობდა სახეზე ნაცნობი ნაკვთები ამოეკითხა. კარგახანია შენი ნახვა მინდოდა და აი, ძლივს მუგაგენი კეთილად შეხრიმა ბიჭმა, რომელიც რამდენიმე წუთი შემოსული იყო და თვალს ადევნებდა წერილის წერისას მასპინძლის აჩქარებული ხელის მოძრაობას. პასუხად დამხვდურმა სკამისკენ ანიშნა. სტუმარი უხერხულად ჩამოჯდა, შემდეგ ისევ წამოდგა აწრიალებული. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ძალიან მინდოდა შენი ნახვა. გცემე საშკარაა. თვითონაც არ ვიცი რა მიზეზით. ერთ-ერთ ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. კავკასიელები ყოფილანო გარეული და ამის გამო დაგხოცეს ცემით. სხვერპლის არის. ისევ დატუმდა ბიჭი. საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ მასპინძლის სიჩუმე იმ პაწაწა მხნეობის მისხალსაც ართმევდა, აქ მოსვლისთვის ასე საგულდაგულოდ რომ მოეკრიბა. სხვა ჰქონდა სათქმელი, გულის გადაშლას წყუროდა. იმ ჩუმის სევდის მიზეზი სურდა ეკითხა ბოლო ხანებში, სულს რომ უფორიაქებდა. თვითონაც კარგად გრძნობდა უკვე, მის მიერ არჩეული იავარდით მოფენილ გზაზე უფრო მეტად რომ დაიღალა. უკან დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებდა. ძალა არ ყოფნი და უნებისყოფოს და დამაშვრალს. გემზაც იქ იყო, ისევ წამოიწყო ბიჭმა. სწორედ მასთან გაგიცანი თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თუ გახსოვს. წარბები აზიდა მასპინძელმა, ნათლად გაახსენდა ის ღამე და რა თქმა უნდა იცნო სტუმარი. თავაწყვეტილი ორგიის ღამეს, შემთხვევით მოხვედრილი უცნობი. უსაზღრო სიძულვილს გრძნობ გემზასგან გააგრძელა ბიჭმა. ზისხს კი არა დამტროულმა თითებმა შეუშალეს ხელი, თორემ სიამოვნებით მომაშთობდა. ეს მინდოდა სწორედ რომ მეკითხა. ვიცი დიდ პატივს გცემს გემზა, ეგებ გამარკვიოს, რა შემცდა, სად დავაშავე, მითხრას გამკითხოს, ოღონდ თუ არა და აღარც მე ვაპირებ მეტის მოთმენას, გამუდმებით შეურაცხყოფი სატანას პასუხს მოთხო თუ კაცი ვყოფი. ეს ყველაფერი აქ მოუსვლელადაც შეგეძლო მოგეგვარებინა. არ დაინდო თავისი შეუვალი ხმით მასპინძელმა სტუმარი. მაპატიე, აირიე ბიჭი, ადგილს ვერ პოულობდა ეგებ გერჩია მეთქი რამე. კარებს მიაწყდა ნირწამხდარი და სწორედ კარებთან ჩაეჭიდა მტაცებელი ფრინველის კლანჭებივით სიტყვები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებ კაცის ნაშიერის ამ თავად დიდი უმწეობის და უსუსურობის აზრს. გინდა გითხრა რა ღუპავს ადამიანს თავის შესაბრალის ცხოვრებაში. ამბიციები, პატივმოყვარეობა, მეს გამძაფრებული შეგრძნება, ეგოცენტრიზმი. აი არასრული ნუსხა ჩემი და შენი დაუძინებელი მტრების. იცი ვის შეურაცხყოფდნენ და სცემდნენ და ბოლოს უკანასკნელი ავაზაკივით ამოხადეს სული. ქრისტეს, ყოვლის შემოქმედ ღმერთს. წადი და იცოდე, დიდ ვინმე წარმოგიდგენი ვარ და ცდები. ვიღაც გემზას აგრესია ხომ ფეხებზე უნდა გეკიდოს საერთოდ. ჭკუა საკუთარ თავს უნდა კითხო შენში არსებულ სინდის ღვთაებრივ ძახილს. ყველა სულშია ის მადლმოსილი, მხოლოდ გონიერება საჭიროებს ცოტას. წადი და დაიმახსოვრე რომ ყოველი კაცი ცრუარს. და იცი განსაკუთრებით რომელ კაცია საუბარი. იმ კაცზე თავისი ცხოვრების დევიზად ბრძოლა არსებობისთვის რომ გაუხდია. გლის კანონებით რომ ცხოვრობს და მხოლოდ ორ მეუფეს მონებს ამ ქვეყნად კუჭსა და ვნებას. წადი და ნუ დაივიწყებ ადამიანი ღვთის ხატება და მისთვის მსჯავრის დადების უფლება მხოლოდ უფალს გააჩნია. შენ კი, შენი, ჩემი, ჩვენი ამ ქვეყნად მოვლინება ერთით მართლდება მხოლოდ სიყვარულით და თავგანწირვით გავუყვეთ ქრისტესკენ, გოლგოთის გზას. ეს ჩვენი გასავლელი გზაა. მისმა ფერმა და გამოხედვამ ბიჭი შეაკრთო. სადღა იყო ის შთანთქმელი მზერა იქ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე რომ იხილა პირველად. ახლა იგი ზებუნებრივად გაბრწყინებულიყო, კი არ გითხრებდა, პირიქით გემიჯნებოდა, ახლოს არ გიკარებდა, შეუვალ ზღუდედ აღმართულიყო და უცებ მიხვდა მომხვდური. დიდი დღე აღარ ეწერა მასპინძელს. დიახ, ხშირად დიდი ადამიანები ხანმოკლე სიცოცხლის უპირატესობით სარგებლობენ. დაკარგული თაობა. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა. ნუ მოიხსენებ. ატალახებული ქუჩები მცირედ წაძგება სუსხმა.
ჭირხლ გადაკრული ლაფი საპატარძლოდ გამოწყობილ მათხოვარას წააგავდა. გაზაფხულის თვითრჯული მზე გულდაგულ ჩხიბავდა ყურემარეს. თავისი არსებობის გასამართლებლად სადღაც ია ენძელები ეგულებოდა და დაბნეული დაფოფინებდა ირგვლივ. ხან ქონდა რა ხეებს უჩეჩავდა ალერსით ქოჩრებს, ხანაც ვნებამორეული არყის ხეებს ააყოლებდა ასხებილ სხეულზე სხივებს. ნისლის თხელი მარმაში გადაიკრა მიდამომ. ყინვა ძვლებში ატანდა, მაგრამ დაიგულეს თუ არა ადამიანებმა მზე, უცებ გამოცოცხლდა რუსული ტყეპარკი. ვაჟები გარიყულიყვნენ მოშორებით. ჩურჩულებდნენ, მაგრამ აშკარა იყო სასიკეთოს არას ამბობდნენ. მაშას ადამე, შენი აზრით თამაშია ყველაფერი არა. როცა მოისურვებ მოხვალ, მერე მოგეპრიანება წახვალ და ასე. თავიდანვე შეგნიშენ, რომ კაცობის არაფერი გეცხო. ეტყობა შენმა დედიკომ კარაქიანი პურით კარგად გამოგაცხო, მერე ერთ მშვენიერ დღესაც რისკმა დაგაინტერესა. მაგრამ ვინ შენ და ვინ რისკი შემხდალო. სახე ახლოს მიეტანა გემზას ხეზე მიყრდნობილი ბიჭისთვის და ორივე ხელს ისე უტრიალებდა ცხვირწინ, კაცი იფიქრებდა ბუზებს უგერიებსო. ირგვლივ თანამოაზრენი შემოეკრიბა ეგრეთ წოდებული საქმის გამრჩევნი, სხვისი ცოდვებისა და ცხოვრების არამკითხე გამრიგენი, რომლებიც თავიანთი ფასდაუდებელი დუმილით ერთიორად ამძაფრებდნენ მათივე გამომეტყველებით მიღებულ უსიამოვნო შეგრძნებას. მე არსად მოვსულ ვარ. არავისთვის არაფერი მითხოვია და საერთოდ ჩემი საქმის მე ვიცი. ხმადაბალი, მაგრამ მტკიცე იყო პასუხი. იცოდა კარგად არ დასრულდებოდა ეს შეხვედრა, მაგრამ ახლა მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. სულ სხვაგან ქროდა მისი გონება, დემეტრესთან შეხვედრის შემდეგ თითქოს სული შეუმსუბუქდა. მაინც როგორ თქვა, ღმერთს შეურაცხყოფთნენო, ყოვლის შემოქმედსო, შენს შინაგან ხმას დაემორჩილეო. ეს ხმა იყო მოსვენებას რომ არ აძლევდა. პაპის ხმა ეგონა ერთხანს. შობელი დედისაც, მაგრამ თურმე საკუთარი სინდის ღვთაებრივი ხმა აღმოჩნდა. უცნაურია დემეტრე. უცნაური აქვს მზერაც და სხვანაირია რაღაც. შენ გელაპარაკებიან. გაგეპარა შიშით სული. ირონიული თავის კანტურით გადახედა დამქაშებს გემზამ. აქაუდა მაინც რა მახვილი ხუმრობა ვიციო და სარკასტული ღიმილი ჩიკორივით დაატრიალა წრეში. ასია ბიჭიკო, კაცი უნდა იყო, კაცი. თვითკმაყოფილმა გააგრძელა შავი ფილოსოფია. თუ გინდა რომ ცოცხალი დარჩე, აქ ერთი საქმე გავჩარხეთ. ეცადე შეცდომა გამოასწორო. ამ ერთხელ კიდევ მოგცემთ შანსს თუ არა და პისტოლეტი ააბზრიალა ხელში მრავალ მნიშვნელოვნად მხრება აწურულმა და თანამოაზრებს მარჩხი თვალებით ანიშნა წასასვლელად მზად ყოფნა. რამდენიმე წუთით გაუნձრევლად იდგა ხეს მიყრდნობილი ბიჭი. შემდეგ ქურთუკის ჯიბეებიდან ხელები ამოაწყო. სახეზე მძიმე ჩამოისვა და ნელ-ნელა ჩაჯდა. არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არას ცოდოს. სულ მოუთქმელად აირბინა სადარბაზოს კიბეები. ოთახში მეზობლის ქალები წრიალებდნენ და ხმადაბლა იცხადებდნენ ახალ შესვენებულს. სავარძელში ღრმად ჩამჯდარ დემეტრეს თავი გვერდზე გადაეგდო და ისეთი არაამქვეყნიური სიმშვიდე უფლობდა მის სახეს, რომ განუზომლად შეშურდა ბიჭს. მაგიდაზე წერილს მოჰკრა თვალი გარდაცვლილი სიცოცხლესავით დაუმთავრებელს და უცებ მარწუხებივით დასწნეხეს გულზე. ჰაერი არ იყო და იმპულსურად მიცვალებულისკენ გადადგა ნაბიჯი. ერთხანს გულმოწყლული დააცქერდა და შემდეგ მისი შუბლისკენ დაიხარა ანაზდად. სიკვდილის სუსხი რისხვასავით შეასკდა აცახცახებულ ტუჩებს. გარეთ გამოსულმა ფრთხილად მოიხურა კარები, რომელიც სიკვდილის ნირშეუცვლელი დარაჯივით აღიმართა მის ზურგს უკან. კიბეს ნელი ნაბიჯით დაუყვა თავქვე და ბოლო საფეხურზე ჩამომჯდარს სინანულის სრებლებმა ჩაუსხიპა სახის ღარები. მორჩა. ქუჩაბანდი ავის მომასწავლებლად დუმდა. გარეგნულად 7 იყო ღამე. ეს იყო მხოლოდ პეტერბურგის ერთ-ერთ უბანში ძილი დაფრთხობოდათ მობინადრეებს. სხვადასხვა ოთახებში განაწილებული იყვნენ ბიჭები.
გაფოთებით ქექავდნენ კუთხე კუნჭულს, ზოგსაც სააბაზანოში შიშისაგან გადალეულ ახალგაზრდა კაცთან გაეჩინა საქმე. მისაღებ ოთახში გაკოჭილი პირში ჩვარ-გაჩრილი მოხუცი ეკდოდა შეძრწუნებული ადევნებდა თვალს მის სახლში მორიალე უცნობებს. შენ მოხუც მიხედ ეგებრა მეათქმევინო, ჯერ დაუყვავე. თუ არ გატყდა მერე ისე შევეხმატ კბილებით, რომ უსათუო დაჭიკჭიკდება. მოხუც ბიჭი მიუჩინა ერთ-ერთმა რუსმა საქმოსანმა. ბიჭმა მოხუცთან ჩაიმუხლა. ჯერ დააცქერდა. შემდეგ თითქოს პირკატა ეცაო, უფრო დაჟინებით ჩააშტერდა ერთპაშად. პაპა. თავის დაუნებურად ქართულად წამოსცდა. მოხუცმა თავი გადაიქნია და მუდარი ცავსე თვალებით ახედა მის წინ ჩაცუცქულს. ელდაეცა ბიჭს ამ ჩია მოხუცის დანახვაზე. სრულებით არ გავდა ეს აჩრდილი მის პაპას, მაგრამ საყვედური ცავსე მზერა კი მისი იყო. მოხუცის ხელებზე გადახვლანჯილ თოკებს წაეტანა ბიჭი. იგრძნო, დაჩიავებული თითები უცახცახებდა ხანდაზმულს ტკივილისა და სირცხვილისაგან. და ისევ ძახილი დაიძრა გულში. ეს მტანჯველი ძახილი განგაშის ზარებს რომ არისხებდა და საშუას არ აძლევდა არაფრით. პაპა, ისევ ტკივილიანად დასცდა ბიჭს. რით გავდა ეს მოხუცი მის პაპას უგონებ უმწეოდა მარტოსული სიბერით და მეტი არც არაფრით. მაგრამ სული აუტირდა საშინლად და საოცარი სიბრალულით აივსო ბიჭი. ლმობიერება იგრძნო მოხუცმა. თვალებიდან სიმწრის ცრემლები წასკდა. ირიბად გაჭრილი ცისფერი თვალებით შებრალებას ითხოვდა მდუმარე და თვალცრემლიანი. თავი დაკარგა ბიჭმა. მოხუცის საშველად ახლა ფეხებზე დახვეულ თოკებს ეცა დანით. გააფთრებულსა და აცახცახებულს ხელები არ ემორჩილებოდა, ჩქარობდა, წვალობდა და იტანჯებოდა. აბა, ბაბუ, ცოტას გაგაგრილებთ მხოლოდ. ცხელი უთოთი ხელში, კარებში ჩამდგარიყო გაღრეჭილი გემზა. მაგრამ უცებ თოკებს შეხსნილ მოხუც და ბიჭის შეშლილ სახეს რომ მოჰკრა თვალი, გაქვავდა ერთხანს. და ის იყო ხმის ამოღება დააპირა, რომ ბიჭმა დაასწრო და ცხელი საგანი თავად შეენარცხა ცხვირპირში. უხ შენ? შენა? სერვალ. სობე, სირგეი, არ გაუშვათ ეგ. კარებს ეცა ლეგო. მხოლოდ ეს მოასწრო. იქვე წამოაჩოქეს კიბის ბაქანზე. მხოლოდ ერთხელ გავარდა ტყვია. მხოლოდ ერთხელ ამოიოხრა და მორჩა. დაბრუნება. ჯერაც არ მივიწყებიათ საუკუნეებს პარიზის ახლოს მდინარე სენაზე გადაჭემული სენ-კლუს ბადეები. ასე ერქვა თორემ სინამდვილეში სრულიად საფრანგეთის დედის კალთა იყო იგი, რომელიც თავგანწირული ჩამდგარიყო სენის სიღრმეებში. გულში ჩახუტებულ თვითმკვლელ თუ მოკლურ შვილებს პარიზს შორს არ აცილებდა და მთელი ღამე მოთქვამდა მღვრიე ტალღებში. ორი საცხედრე გამოემართა პეტერბურგის სხვადასხვა უბნიდან საქართველოსკენ და არც ერთს არ ელოდა მშობელი დედა. იდგა საუკუნოვანი ბერმუხა მძლავრ ფესვებზე ჩამოტეხილი შტოების ტკიოდა და ჩუმა ტიროდა. და აი ერთ დღეს მაისის დამდეგს, როდესაც სტიქიონები ვალპურგის ღამეს ჰარცის მთებში ბრუკენზე ცეკვავდნენ ველური სიგიშმაშით, როდესაც შუმი არაბული კვიცი ვეღარ დაიოკა სისხლმა, როდესაც ჩამქრალი ცდომილი მრავალჯერ მოსწყდა მიუწვდომელ სიმაღლეებს, როდესაც იებს ნანდაური შემოაჭკნათ ხელში,
როდესაც სადღაც გაქირი ზღვა ოჩნობდა და ვეღარ ელეოდა გულის სიღრმეებში დაუნჯებულ შვილებს, როდესაც ალიონის მაცნეს ფახი შეეპარა როყიო ხმაში, როდესაც ეზოდან ძაღლი გაქრა უნიშანგეშოდ, როდესაც ფეხებ გაჩაჩხული ნებს ჩაშტერებული ბოშა მჩხიბავი თავს სულელივით აკანტურებდა, როდესაც სახუნდარში ჩამალული მონადირე ვერ შენიშნა ჩქრო გაღებულმა ქორბუდამ. ერთ პატარა ქრისტესავით ჯვარცმულ ქვეყანაში ბებერი ნუჟრი ასწკივდა ხნიერს. მხოლოდ არგანი ათრთოლდა მოხუცის ნებქვეშ და კიდევ ბაგენი. ამ უკანასკნელად კი უკანასკნელად გაიბრძოლეს სამეტყველოდ და ისიც სნება შეყრილ ქვითინში დაინავლა. ქარმა კი ზაფრა შეყრილმა და ნერვე ბაშლილმა ყური მოჰკრა თუ არა მის ნაჩურჩულებს, მაღლა აიტაცა, ქროლვით მიაფანტა ეთერს, ჩურჩულით ნათქვამი გაახმოვანა, გააჟღერა და ის, რაც მოხუცის დამჭკნარ ბაგეებს ვერ გასცდა, ზარივით ააკივლა. როგორ მოდიხარ, შვილო? ერთ ბაშად დაიმცრო ღვარცოფი, რადგან ნათელმა ჭვირი შეჩურთა წყვდიაც. სამსალა შესვა თვითმკვლელმა ქარმა და დაიშრიტა სადღაც ხევხუვში. მთის წვეროკინებზე ქულები დადნა და უკვე მერამდენჯერ დაინავსა წკვარამი. შეწყვიტეს რიკრიკი თავდაბეჟილმა წვიმის წვეთებმა და მოდრეკილი კვლავ აღსდგა სხივი. ტირილით მიეგება სადღაც ნათელს ახალშობილი. ღრეობით და ტაშფანდურით კი თავად მას. დაუდევარი ოპტიმისტნი. 1999 წელი, თბილისი.